მოგესალმებით. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც ფრანგული გაზეთი Le Figaro ექსკლუზიურად წერდა. ამ ანგარიშის მიხედვით საფრანგეთი არის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას ძირი აქვს გამოთხრილი. ამაში დამნაშავე ის საიმიგრაციო პოლიტიკაა, რომელსაც ევროკავშირი და კერძოდ საფრანგეთი გლობალური ომის პარტიის დავალებით ახორციელებს. ამ პოლიტიკის შედეგად საფრანგეთში ყოველდღიურად იზრდება მიგრანტთა რაოდენობა, განსაკუთრებით აფრიკული წარმოშობის ისლამური ქვეყნებიდან. Deep State-ის მარიონეტი ჯორჯ სოროსის ფონდები წლებია ღარიბი აფრიკელების ევროპისკენ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ბევრი მათგანი ცოცხალიც კი ვერ აღწევს ევროპის კონტინენტამდე და გზაში იღუპება. Deep State-ის მარიონეტი საფრანგეთის ხელისუფლებები დიდი ხნის განმავლობაში უყურებდნენ უკონტროლო მიგრაციას და ქვეყანაში რადიკალური ისლამისგან გამოწვეული საფრთხეების ზრდას. თუმცა როგორც ჩანს, სიტუაცია იმდენად საგანგაშოა, რომ მაკრონის ხელისუფლება ვეღარ მალავს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ფრანგულმა პოლიტიკურმა ელიტამ ქვეყანა ჩააგდო. დაზვერვის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში რადიკალური ისლამის მთავარი ხელშემწყობი კარგად ორგანიზებული და ძლიერი იდეოლოგიის მქონე მუსლიმთა საძმოა. ფრანგული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით მუსლიმთა საძმო ქვეყნის შიგნით გაფართოვდა და ვარაუდობენ, რომ მისი წევრების რაოდენობა 2019 წლიდან 2024 წლამდე გაორმაგდა 50,000-დან თითქმის 100,000-მდე. და ეს ყველაფერი ხდება იქ და იმ ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპის კულტურის ერთ-ერთ ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა. დღეს საფრანგეთი უკვე ყოფილი ევროპის სახეა, რომელიც უმაღლეს დონეზე ებრძვის ყველა იმ ევროპულ და ტრადიციულ ღირებულებას, რომელზეც თავად იდგა. ამ ბრძოლისა და ახალი გნებავთ ყოფილი საფრანგეთის სახეა შარშან გამართული ოლიმპიადა. ცერემონია, რომელიც ყველა მიმართულებით ქრისტიანობის, ტრადიციული ღირებულებების, ევროპული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობისა და ევროპული იდენტობის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა დღეს ორ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ ევროპამ სრულად დაკარგოს თავისი იდენტობა. ერთი მხრივ მიმდინარეობს არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და წახალისება. სალაპარაკოდ და მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად სხვადასხვა რეგულაციებზე საუბრობენ ევროკრატები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კაბინეტი. სინამდვილეში ყველა ეს რეგულაცია მხოლოდ არალეგალური მიგრანტების ნაკადების მართვას ემსახურება და არა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათთვის შესასრულებელი დაკვეთა არის ის, რომ არალეგალი მიგრანტების უწყვეტი ნაკადები შესაბამისი კვოტებით გადაანაწილონ ევროპის ქვეყნებში და მოწინააღმდეგეებს სანქციები დაუწესონ, ან ისეთი მექანიზმი მოიფიქრონ, რომ გვერდი აუარონ ასეთი რეგულაციების მოწინააღმდეგეებს. მეორე მხრივ Deep State ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელით ებრძვის ყველაფერ ევროპულს, პირველ რიგში ქრისტიანულ კულტურასა და რელიგიას. სწორედ ამან განაპირობა ევროპული იდენტობის ფორმირება. ამიტომაც გლობალური ომის პარტიის სტრატეგიის მიხედვით ყველა ევროპულ ქვეყანაში საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ტრადიციული ცხოვრების წესსა და ქრისტიანობას. შორს რომ არ წავიდეთ, ევროკავშირის 18-მა წევრმა სახელმწიფომ დეკლარაციით აიღო ვალდებულება LGBT იდეოლოგიის კიდევ უფრო მეტად დანერგვაზე. ასე, ერთი მხრიდან არალეგალი მიგრანტების შეტევით და მეორე მხრიდან ევროპულ იდენტობასთან ბრძოლით, ევროპელ ახალგაზრდებში იქმნება ვაკუუმი. მათ უკვე აღარ იციან თუ რაზე უნდა იდგეს მათი ცხოვრების წესი, რა იდეოლოგიის მატარებლები უნდა იყვნენ, რისი სჯეროდეთ ან არ სჯეროდეთ. ამ ფონზე ნოყიერი ნიადაგი ექმნება ისეთი რადიკალური ისლამური ჯგუფების მუშაობას, როგორიც არის მუსლიმთა საძმო. იმის თქმა, რომ ასეთი ორგანიზაციების მუშაობას ფარულად ხელს არ უწყობს ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც თავის მხრივ Deep State-ის დავალებას ასრულებს, ღიმილის მომგვრელია. საფრანგეთში, სადაც მარინ ლე პენს წლების წინანდელი დაფინანსების საკითხი გაუხსენეს ევროპარლამენტში, ქვეყანა, რომლის ელჩი საქართველოში შანსს არ უშვებს, რომ ხელისუფლება არ აკრიტიკოსდა ქვეყანა, რომელიც ევროპის ლიდერობას იბრალებს, შეუძლებელია არ ჰქონდეს ინფორმაცია მუსლიმთა საძმოს საქმიანობის უარყოფით შედეგებზე. მით უმეტეს წლების განმავლობაში ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილიც საუბრობდა და ბოლოს არაბულ ქვეყნებში, ყაზახეთსა და რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. რანაირად მოხდა, რომ ეგვიპტესა და ბაჰრეინში ტერორისტებად გამოცხადებული ორგანიზაცია სულ ახლახანს შენიშნეს საფრანგეთში. ისიც ჯერ კიდევ დასადგენია საერთოდ რას გამოიძიებს პოლიცია და რა ზომებს მიიღებენ.
მოკლედ ვთქვათ გამოძიებასაც. 2024 წლის მაისში საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო გამოძიება პოლიტიკური ისლამისა და მუსლიმთა საძმოს საფრანგეთში ყოფნის შესახებ. მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაევალათ მუსლიმთა საძმოს სტრუქტურების, დისკურსისა და ტრანსნაციონალური კავშირების შეფასება მთელს ევროპაში. გამოძიების შედეგები 2025 წლის შემოდგომისთვის უნდა გამოქვეყნდეს. მისი მიზანია ჯგუფის საქმიანობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების გაკეთება. 73 გვერდიანი დოკუმენტი თვეების განმავლობაში ჩატარებული საველე სამუშაოების, ექსპერტებთან, ოფიციალურ პირებთან, დიპლომატებთან და რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრების შედეგია. მასში დეტალურადაა აღწერილი ძალიან კარგად და მაღალ დონეზე ორგანიზებული ქსელის არსებობა. საუბარია 129 საკულტო ადგილზე, რომლებიც დაკავშირებულია საფრანგეთის მუსლიმთა ფედერაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაცია ოფიციალურად მხოლოდ 53 ასოციაციას მოიცავს, გამომძიებლების ვარაუდით საუბარია 280-მდე ასოციაციაზე. ამ ქსელთან დაკავშირებულ 21 სკოლაში ამჟამად 4200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 5-ს სახელმწიფოსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ანგარიშში ასევე აღნიშნულია 815 აქტიური სკოლის შესახებ, სადაც 66000 არასრულწლოვანია. ამ სკოლების 1/3 ფუნდამენტალისტურ შტოებთან არის დაკავშირებული. ანგარიში გაფრთხილებაა იმაზე, რომ რადიკალური იდეოლოგია ისე ვრცელდება, როგორც ხანძარი მინდორზე. საფრანგეთის დაზვერვის ანგარიშისა და ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის უარყოფითი შედეგების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. 2020-იანი წლები. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მუსლიმთა საძმოს ლიდერი მოჰამედ ბენ აბასი იმარჯვებს. საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რადიკალური რეფორმების გატარებას იწყებს. ქალების და კაცების თანასწორობას კანონის წინაშე აუქმებს. მრავალცოლიანობას აკანონებს. ამიერიდან ფრანგულ უნივერსიტეტებში მხოლოდ მათ შეეძლებათ პედაგოგიური საქმიანობით დაკავება, ვინც ისლამს მიიღებს. მინიკაბები საფრანგეთის ქუჩებიდან ნელ-ნელა ქრება. ქალები თავსაბურავებით იწყებენ სიარულს. მუსლიმთა საძმოს ევროკავშირის გარდაქმნასურს ახალ რომის იმპერიად. საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ისლამისტების გამარჯვების შემდეგ მუსლიმთა საძმოს თურქეთის, ტუნისის და ეგვიპტის მიღება სურს ევროკავშირში. ჩვენს მიერ აღწერილი სცენარი რეალობას არ ასახავს. ეს ცნობილი ფრანგი მწერლის მიშელ უელბეკის ცნობილი რომანის მორჩილების ანოტაციაა. ეს წიგნი 2015 წელს გამოიცა და მაშინ პოლიტიკური ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში ევროკავშირში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, სიტუაცია იმგვარად ვითარდება, რომ უელბეკის რომანი შეიძლება წინასწარმეტყველებად იქცეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საფრანგეთში შეიძლება მართლა განვითარდეს მოვლენები ზემოთ აღწერილი სცენარით. უელბეკის რომანის გამოსვლიდან მალევე საფრანგეთში უსასტიკესი ტერორისტული აქტი მოხდა. ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს შარლი ებდოს ისლამისტი ტერორისტები დაესხნენ თავს. შედეგად გამოცემის 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი მოკლეს. 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. უელბეკის უწყინარი რომანი კი გაყიდვების სათავეში მოექცა. დიდი რეზონანსი გამოიწვია. უამრავ ენაზე ითარგმნა და მრავალი საჯარო დისკუსიის და დებატის საგანიც გახდა. რადიკალურ ისლამს ამ პერიოდში საფრანგეთში უკვე კარგად ჰქონდა გადგმული ფესვები და სხვა მიზეზებთან ერთად ამაში Deep State-ის მიერ ევროკავშირისთვის ნაკარნახევმა მიგრაციულმა პოლიტიკამ და ლიბერალურმა ექსპერიმენტებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი. გადმოვინაცვლოთ უკვე 2025 წელს. საფრანგეთის დაზვერვამ განგაშის ზარი შემოკრა და ქვეყნის ისლამიზაციის საფრთხეებზე დაიწყო საუბარი, რასაც ადრე საჯაროდ ვერ ბედავდნენ. მუსლიმთა საძმოს საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას საფრანგეთში. ეს არის მთავარი გზავნილი იმ ანგარიშიდან, რომელიც პრეზიდენტ მაკრონს წარუდგინეს. 73 გვერდიან დოკუმენტში საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები საგანგაშოს უწოდებენ საფრანგეთში მუსლიმური საძმოს დანაყოფის აქტივობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში უნდა შეჩერდეს პოლიტიკური ისლამი. ფრანგული დაზვერვის ანგარიშში აღიარებულია, რომ მუსლიმთა საძმოს საფრთხე თავიდან სერიოზულად არ იქნა აღქმული და პრიორიტეტად არ იქნა განსაზღვრული ჯიჰადისტური ტერორიზმის რისკებთან შედარებით. ამ დაუდევრობამ და საკითხის ნეოლიბერალურ რელსებზე მიშვებამ მუსლიმი ძმების იდეოლოგიის გამყარებას შეუწყო ხელი. ევროპული ფონდების გამოყენების მეშვეობით მათ საერთაშორისო კავშირები ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდების რადიკალური სოციალური ბაზა შექმნეს. როგორც ირკვევა, საფრანგეთის ტერიტორიაზე 129 მუსლიმური რელიგიური სწავლების ადგილია, რაც მუსლიმთა საძმოს ორგანიზაციის განშტოებას წარმოადგენს. კიდევ 68 დაწესებულება საფრანგეთის 55 რეგიონში ძალიან ახლოსაა მუსლიმ ძმებთან.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ განათლების სამინისტრომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმ შეტყობინებების რეკორდული ზრდა დააფიქსირა, სადაც საუბარია იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც რესპუბლიკურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და რადიკალურ ისლამს მიეკუთვნება. როგორც წამყვანი ფრანგული გამოცემა იტყობინება, აღნიშნული დოკუმენტი თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოზე წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას. 21 მაისს წარდგენილი დოკუმენტი, რომელმაც პრესაში წინა დღეს გაჟონა, უფრო მოზომილი აღმოჩნდა, ვიდრე მის გამოქვეყნების შემდეგ შესაბამისი გამოსვლები. იგი ძირითადად მუნიციპალური ისლამიზმის დაბადებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ რისკს ასახელებს. დოკუმენტი 21 მაისს ელისეის სასახლეში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნებულიყო, მისი გამოქვეყნება კვირის ბოლომდე გადაიდო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურვილის შესაბამისად. ამჟამად გავრცელებული ვერსიისგან განსხვავებით ნაკლებად რედაქტირებული ვერსიით. მაგრამ რამდენად დროულია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა საფრანგეთის მარიონეტული მთავრობის მიერ. გლობალური ომის პარტიის მიერ ევროკავშირისთვის თავსმოხვეული თვითგამანადგურებელი კულტურული და მიგრაციული პოლიტიკის წყალობით რადიკალური ისლამის პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. მაკრონის მხრიდან კი ქვეყნის მომავალზე ღელვა ნიანგის რევნებს წააგავს. წლების განმავლობაში ფრანგი კონსერვატორები და მემარჯვენე პარტიები ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და საფრანგეთში მზარდი ისლამიზაციის საფრთხეებზე საუბრობდნენ. მაგრამ მათ საფრანგეთის მთავრობა არ უსმენდა. მოსმენის მაგივრად მათ უტევდა. ისლამოფობების იარლიხებს აკერებდა და ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გატარებას აგრძელებდა. ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლეპენი მაკრონს დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა ამ ყველაფერზე. საფრანგეთის მთავრობა კი რადიკალების მაგივრად მარინ ლეპენს და მის თანაგუნდელებს ებრძოდა. შედეგიც სახეზეა. ჯერა რომ ისლამიზმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკა ისლამიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ არაა ეფექტური. ჩვენ გვჭირდება ისლამიზმის იდეოლოგიასთან ბრძოლა. მე არც რელიგიას ვერ ბრძვი და არც ისლამს. მე ვებრძვი ისლამისტურ იდეოლოგიას, რომელიც თავს ესხმის ჩვენი რესპუბლიკის საძირკველს, დემოკრატიას და სურს, შარიათის კანონის თავზე მოხვევა. მიმაჩნია, რომ ისლამიზმს ბრენდს უნდა ვებრძოლოთ და არაფრის უნდა გვრცხვენოდეს. მონაცემთა ბაზაში არსებობს 4500 უცხოელის სახელი და გვარი, რომელიც რადიკალურ ისლამიზმს უკავშირდება. ეს ხალხი საფრანგეთიდან უნდა დაადეპორტონ. ხელისუფლება აძევებს სხვა არალეგალ იმიგრანტებს, მაგრამ არა ამ ადამიანებს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავაძევოთ ფრანგი ხალხის დასაცავად. მაყურებელს განუუმარტოთ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს რელიგიური აღსარებლობის თავისუფლება. ყველა ადამიანის რელიგიური კუთვნილება დაცული უნდა იყოს. პრობლემა ისლამში კი არაა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა, არამედ იმაში, თუ როგორ ხდება რადიკალური აზროვნების ახალისება ისლამის სახელით. რადიკალური ისლამი, რომელსაც პოლიტიკური გავლენის მოპოვება სურს, სეპარატიზმის ნაირსახეობად იქცა. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს და ექსტრემისტულ ისლამისტურ ორგანიზაციებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ეს კორელაცია ფაქტებით დასტურდება. იმდენი ასეთი ტერორისტული აქტი მოხდა ბოლო დროს საფრანგეთში, რომ მარტო ამ ტრაგედიების ჩამოწვლას ერთი სიუჟეტიც კი არ ეყოფა. მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში ჩამოყალიბდა 1928 წელს და ისლამური სწავლების რადიკალურ ფორმას ემხრობა. დღევანდელი მომენტისთვის ორგანიზაცია 90-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ისინი ახალგაზრდების ინდოქტრინაციით არიან დაკავებულები, მათი რადიკალიზაციით და ფუნდამენტალისტური განწყობების წახალისებით. როგორც პოლიტიკო იტყობინება, ევროკავშირში არსებულ სხვადასხვა მუსლიმურ ორგანიზაციებში საკუთარი წევრების მეშვეობით მუსლიმთა საძმო ევროკავშირზე ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას, მათ შორის ევროპარლამენტარებზე იერიშის მიტანას. მუსლიმთა საძმო საკუთარი საქმიანობის ნაწილს ისლამოფობიასთან ბრძოლის ლოზუნგით ატარებდა და მაგალითად ისეთ კამპანიებს ანხორციელებდა, როგორიცაა თავისუფლება ჰიჯაბშია. უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ევროკავშირი აძლევდა ამის საშუალებას მუსლიმთა საძმოს, რადგანაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან მილიონობით ევრო იხარჯებოდა ისლამოფობიასთან ბრძოლასთან. გლობალური დიპსტეიტის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები კი ყველა იმ პოლიტიკოსის გაშავებას ცდილობდნენ, ვინც ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხეებზე საუბრობდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეტაიო განსაკუთრებით შეშფოთებულია დაზვერვის ანგარიშით. არსებობს მზაკრული ისლამიზმი, რომელიც ვრცელდება სპორტულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა ორგანიზაციებში შეღწევის მცდელობით. ეს არის მუსლიმური საძმოს მცდელობა ფრანგული საზოგადოება შარიათის კანონს დაუქვემდებაროს. მუსლიმთა საძმოს დამაარსებელი ჰასან ალბანია. მისი სწავლების უკეთ გაგების გასაღები 1936 წელს გამოქვეყნებულ 50 პუნქტიან მანიფესტშია, რაც ამ მოძრაობის ერთგვარი პოლიტიკური პროგრამა გახდა. მანიფესტში ჰასან ალბანი ახალი ტოტალიტარიზმის, თეოკრატიის კონტურებს აღწერს, რაც ისლამური კანონებით, ანუ შარიათით უნდა იმართებოდეს. აგრძალვა, კონტროლი და დასჯა მანიფესტის მთავარი სიტყვებია. მორალური პოლიციის დაწესება ალბანის ისლამური წესრიგის დამყარების საშუალებად მიაჩნია.
მოკლედ ალბათ უკვე მაყურებელიც მიხვდებოდა თუ როგორ მომავალს ქადაგებს მუსლიმთა საძმო ევროპასა თუ სხვა ქვეყნებში. ამ ორგანიზაციის წინსვლას და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ხელი გლობალურმა ომის პარტიამ შეუწყო. არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალებების შემდეგ, რაც დასავლური ძალების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა, ეგვიპტე გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მუსლიმთა საძმომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში მიაღწიეს წარმატებას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყანა მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, მათ შორისაა რუსეთი. 2020 წელს ფრანგულ ქალაქ ნიცაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში ტუნისელი მიგრანტი შეიჭრა და დანით 3 ადამიანი მოკლა სასტიკად. ტუნისელი ლტოლვილი მძიმე დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე იყო საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსული. ერთ-ერთი დაღუპული 44 წლის სიმონე სილვა იყო, 3 შვილის დედა. ჩვენ მას დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით, ეს შოკის მომგვრელია, ჩვენ ვერ ვხვდებით რა ხდება, ის კარგი ადამიანი იყო, ჩვენ არ ვგრძნობთ თავს დაცულად, ეს შეიძლება მეც მომსვლო და შეიძლება სხვა მეგობარი მოეკლათ. ეს სიმართლეა, დღეს ევროპაში ვერავინ ვერ გრძნობს თავს დაცულად. საფრანგეთში და გერმანიაში კი თვე არ გაივლის რაიმე ტერორისტული აქტი რომ არ მოხდეს. უკვე ეკლესიებშიც კი ვერ გრძნობენ ევროპელები თავს დაცულად. 2016 წელს სენტ-ეტიენში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში 3 დანით შეიარაღებული ისლამისტი შეიჭრა და 3 ადამიანი აიყვანეს მძევლად. რადიკალებმა 85 წლის მღვდელი მოკლეს. 2015 წელს კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა საფრანგეთში, როდესაც პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ ბატაკლანს და რამდენიმე კაფეს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი დაესხა თავს. 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი შავდა. პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აღშფოთებების და ამაზე ხმამაღლა საუბრის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მაკრონის მთავრობამ და ზოგადად ევროკავშირმა ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავება შეძლოს. წლების განმავლობაში ევროპის მასშტაბით ეკლესიები იხურებოდა იმის მაგივრად, რომ ისინი აღედგინათ. ევროკავშირმა ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ფასეულობაზე, ქრისტიანობაზე თქვა უარი და მიიღო ის შედეგი, რომელიც უკვე ფრანგული დაზვერვის ანგარიშში მოხდა. საფრანგეთში რადიკალური ისლამის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კვლევა 2018 წელს გამოქვეყნდა. ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კვლევის და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას რადიკალიზმის სტუნება ჰქვია. სოციოლოგიური კვლევის ავტორებმა 7000 ფრანგი უფროსკლასელის ხედვები გააანალიზეს. ამ ანგარიშის დასკვნები შემაშფოთებელი იყო. კვლევის მთავარი მიგნება კი შემდეგნაირად ჟღერდა. რადიკალური ისლამის გავლენა ახალგაზრდებში რადიკალიზაციის საკვანძო ფაქტორად დასახელდა. გამოკითხულთა 20% შესაძლოთ მიიჩნევს იარაღის ხელშიაღებას და საკუთარი რელიგიისთვის ბრძოლას გარკვეულ შემთხვევებში. ასევე გამოკითხულ უფროსკლასელთა უმრავლესობა, ვინც ისლამს იზიარებს, სრულად არგმობს შარლი ებდოს წინააღმდეგ მომხდარ ტერორისტულ აქტს. საფრანგეთის ისლამიზაცია გეომეტრიული სისწრაფით პროგრესირებს და ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოლო სტატისტიკის თანახმად 9 მილიონამდე ადამიანი საფრანგეთში ისლამის მხარდამჭერია, რაც საერთო მოსახლეობის 13% შეადგენს. საფრანგეთში ისლამისტური მოსახლეობის წილი დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალია. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მუსლიმების რაოდენობა საფრანგეთში 100,000 შეადგენდა. 1980-იან წლებში მათი რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზარდა. ძირითადად საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდან, ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების ხარჯზე. 2000-იანი წლებიდან კი მათი რაოდენობა სულ უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა. მარინ ლე პენი ამ ყველაფერზე მრავალგზის აფრთხილებდა ფრანგებს, მაგრამ სამწუხაროდ მას არ დაუჯერეს. Qu'avez-vous fait de la France? რა დამართეთ საფრანგეთს 2005 წლის არეულობებიდან თქვენ გაკვეთილი ვერ გამოიტანეთ. გავიხსენოთ ასევე საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე Stade de France-ზე 2024 წელს მომხდარი კატასტროფა უსაფრთხოების კუთხით. ახალი ეროვნული დამცირების შიშით თქვენ არ გსურთ ყურად იყოთ ნებისმიერი გაფრთხილება. ჩვენ ამას ვწინასწარ მეტყველებდით. სამწუხაროდ ჩვენ მართალნი აღმოჩნდით. ახლა კი როცა ჩვენ გვემსახურებით და ეს მილიარდები ჯდება, ვთავაზობთ საზღვრის მეცხრე გეგმას. მოგიწოდებთ იყოთ გამბედავნი თვით კრიტიკულობაში და აღიაროთ თქვენი პოლიტიკის დრამატული ჩავარდნა. უწინარესად ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ანარქიული იმიგრაცია. თქვენ ამწოვებთ კომუნიტარიანიზმის პრობლემას, მათ შორის სეპარატიზმსაც, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სოფელს მოედოს. ჩვენ საფრანგეთის ყველა რეგიონში უნდა დავიბრუნოთ კონტროლი, აღვადგინოთ მშობელთა ავტორიტეტი, განვაახლოთ სკოლები, მივცეთ მართლმსაჯულებას მდგრადობა. ამ ყველაფრის გარეშე უძლურნი ვართ საფრანგეთის დაცვაში. არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას დაქვემდებარებული ევროკავშირის ფსევდოლიბერალური პოლიტიკა წლების განმავლობაში ეროვნულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს უტევდა. ამით კი ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარ კონტინენტს ძალიან მძიმე შედეგები მიაყენა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროპის მომავალს.
დღეს ძველი ევროპისგან ყოფილი ევროპა დარჩა. ევროკავშირი გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაციაა, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. Deep State-ისა და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიზანია ახალი ევროპის შექმნა. აქ აღარ უნდა იყოს იდენტობის ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა. ამისთვის პირველ ეტაპზე ქრისტიანობის ჩანაცვლების გზა გამოიყენება. მართვადი ქაოსის შექმნა და შემდეგ ახალი პოლიტიკური წესრიგის შემოტანა Deep State-ისთვის მხოლოდ მეთოდია. მეთოდი იმისთვის, რომ ევროპა აღარასდროს იყოს ისეთი, როგორც ადრე. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.